ბრიტანულ რადიო ტალღებზე უწევს შეიძლება ჩაკლულოს ან მრავალჟამიერ წაწლეთ. ეს აქ არსებული ქართული ხალხური სიმღერის გუნდების წყალობით ხდება. ერთ-ერთი ასეთი გუნდი 4 ბრიტანელი ქალბატონისგან შემდგარი სამზეოა. 3 პროფესიონალი მუსიკოსი და ინგლისურის მასწავლებელი უკვე 4 წელია მინიმუმ კვირაში ერთხელ იკრიბებიან და ქართულად ღერიან. ქართული სიმღერა ჩვენ მეგობრებმა გაგვაცნეს. პირველივე დღიდან შემიყვარდა მისი ჟღერადობა. ჩვენ საქართველოშიც ვიყავით, ამან შეცვალა ჩვენი ცხოვრება და საბოლოოდ დაგვაკავშირა ქართულ სიმღერასთან. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ქართული ღვინოც ძალიან გვიყვარს. და თან ეს სიმღერა ჩვენ 4-საც გვაერთიანებს. სამზეოს წევრები ჩრდილოეთ ინგლისიდან, იორკშირიდან არიან. ბრიტანეთის ღრმა პროვინციაში ქართულმა სიმღერამ სხვა გუნდების მეშვეობით ჩააღწია. ნისრიან ალბიოზე ქართული სიმღერის 6 გუნდია, რომლებშიც 100-ზე მეტი ინგლისელი მღერის. სწორედ ამ ფენომენმა დააინტერესა BBC-ს მუსიკალური გადაცემის წამყვანი მაიკლ სარკამბი. მან საათნახევრიანი გადაცემა ქართულით შეპყრობილ ბრიტანელებს მიუძღვნა. I've grown up in choirs. I've done a lot of. მე ბავშვობიდან ვღერი და ბევრი სახის მუსიკა მომისმენია, მაგრამ არასდროს შემხვედრია ქართული სიმღერის მსგავსი მელოდია. ამიტომ სრულიად აბსოლუტური მისი მოსმენისას. ეს მუსიკა, რომელსაც თვისებები გააჩნია, მე ისეთი შეგრძნება დამშევი, თქოს მუსიკა მომღერლებს როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად It's actually doing something for them in a bodily. ქართულმა სიმღერამ მეცნიერების დაინტერესა. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სუზანა როსტასი ქართულ ხალხურ სიმღერას უკვე 10 წელია მღერის. თუმცა ანთროპოლოგიური კუთხით ამ ფენომენის შესწავლამ წელს გადაწყვიტა. მის ნამუშევარში როსტასი უცხოელებს შორის ქართული სიმღერის პოპულარობის მიზეზებს იკვლევს. ბოლო 10 წელია ქართული სიმღერის მიმართ ინტერესი რენესანსს განიცდის. ცოტა ხნის წინ ჩემო მეგობრებმა ისიც მითხრა, რომ ყველაზე მოდური საახალწლო საჩუქარი ქართული ხალხური სიმღერის კომპაქტ დისკი არისო. უცხოელები ქართულ სიმღერას საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაშიც კი მღერიან. ზოგმა ქართული სიმღერის დახმარებით სიყვარულიც იპოვა. მაიკლ ბლუმი ბრიტანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძველი ქართული ხალხური სიმღერის გუნდის მასპინძელის წევრია. მასპინძელი 12 წლის წინ ჩამოყალიბდა და ის 30-მდე მომღერალს აერთიანებს. პირველად ქართულ სიმღერას 1988 წელს მოусმინე, როდესაც ტურისტად ჩავედი საქართველოში. ამის შემდეგ დიდი ხანი ვცდილობდი ინგლისში მეყოლა ქართული სიმღერის მასწავლებელი. საბოლოოდ 1990-იანებში აქ ედი შერგარაყანიძე ჩამოვიდა, რომელმაც ასობით ინგლისელი აამღერა ქართულად. გუნდი მასპინძელი ჩვენ 1999 წელს ჩამოვაყალიბეთ და რომ არა ეს ანსამბლი მე ჩემ მეუღლე ელისოს ვერ გავიცნობდი, რომელიც აგრეთვე ამ გუნდის წევრია. საქართველოს მხოლოდ სიმღერაზე მეც არა მხოლოდ მაიკლისთვის ნიშნავს. ქართული სიმღერის გუნდების წევრების დიდი ნაწილი ჩვენსათვის ტომოსთან მუდმივ კავშირშია და საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ წვეულებებსაც რეგულარულად სტუმრობს.